გამარჯობათ მეგობრებო. ეს არის რეგლანი. ზუსტად ის ფერი მოვქსოვე, რომელი ფერითაც იყო მოქსოვილი და ბევრს აინტერესებდა როგორ იქსოვება ეს რეგლანი. აი ეს. ფოტოს ვერ დავდებდი მეგობრებო, რადგან არ გვაქვს უფლება სხვისი ნამუშევრების გამოყენება აქ. ამიტომ იგივე ფერით მოვქსოვე, იმედია ვისაც აინტერესებდა იცნობს, მიხვდება, ვისაც არა და მოდი ავხსნათ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, თუ ვინმეს შემდეგ მოეწონება და დასჭირდება, ხო? ახლა რო გავერკვიოთ ეს რა არის, აი ჟაკეტი, ჯემპერი, რა ვიცი, რას ვხსოვთ, ხო? და დავიწყეთ და დავაყენეთ რეგლანი, ზევიდან ვხსოვთ, საყელოდან. ეს ხო არის მხრები. რეგლანი რა არის? აი ორივე მხარეს ვუმატებთ ერთი და იგივე დროს, ასე, და ეს ერთი მხარე ნამატი მოდის წინა გულისკენ, ჯემპრია თუ ჟაკეტი, და ერთი მხარე ნამატი მიდის მხრებისკენ. ხო ასე ვაკეთებთ? აქაც იგივე, აქ მხრებისკენ მოდის ეს ნამატი და ერთდროულად ვუმატებთ აქაც, მეორე მხარე ზურგის მხარეს მიდის ნამატი. და იგივეა აქაც, ხო? აი ეს ერთი წერტილი გავაკეთე მე აქ. ვინც ნახავს ამ ვიდეოს დამწყებებისთვის ვამბობ, რომ არ იყოს გაურკვეველი, რა არის ეს? ვინც კითხულობდა ეს როგორ არის და ვისაც აინტერესებდა, რახან რეგლანს კითხულობს, ესე იგი ქსოვა იცის და მიხვდება რა არის ეს. აი ავხსენი ახლა მე ამ 4 წერტილიდან ეს ერთია დავუშვათ, ახლა აი აქ ვქსოვთ. ეს არის საყელოს მხარე, ეს არის მხარი, ხო? იქით იქნება მეორე ნამატი, გამოვა მხარი. იქით წავა ზურგი, ერთი სიტყვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რაც მინდოდა მეთქვა, ვისთვისაც გაურკვეველი იქნება რა არის. ეს სქემა კიდე არის უკუღმა მეტი უნდა მოქსოვო გარეთა პირზე. ეხლა ეს არის გარეთა პირი, ეს არის შიგითა პირი, ხო? მხარე. უკუღმა რიგები მეტი უნდა მოქსოვო, ვიდრე წაღმა გარეთა პირზე. რომ აი ასე დაიკარგოს ის შიგით წაღმა ნაქსოვი, ახლოს მივიდეს ესენი ერთმანეთთან და გამოგივიდეს ასეთი სქემა, აი ასეთი. აქეთ მხარეს კი თავისთავად წაღმა მეტი მოხვდება, უკუღმები უფრო ცოტა იქნება და უფრო ღია იქნება სქემა, ვიდრე ეს არის აი ასე შეკრული. ახლა აქ 3 რიგი წაღმა მაქვს მოქსოვილი გარეთა პირზე ვსაუბრობთ და 4 რიგი მაქვს უკუღმა მოქსოვილი, აი ეს უკუღმა რიგები. შენ თუ გინდა რომ უფრო ზევით წამოვიდეს ეს, უფრო მეტი რიგი მოქსოვე უკუღმა. აი რა მინდა გითხრა, ახლა თუ აქ იქნება 6 რიგი უკუღმა, ხო არის ახლა 4 რიგი, ხო? თუ იქნება აქ 6 რიგი უკუღმა, ეს უფრო გაიბერება, ასე ვთქვათ, ამოვა ზევით და უფრო სქელი იქნება ჯემპერი თუ ჟაკეტი, რასაც მოქსოვ, ხო? და თუ გინდა რომ უფრო თხელი იყოს და ძალიან არ გაიბურთოს ასე დუტის კურტკასავით, მაშინ უფრო ცოტა რიგები მოქსოვე უკუღმა. ახლა შედარებისთვის 3 წაღმა, 4 უკუღმა. ყოველ შემთხვევაში წაღმა რიგებზე მეტი უნდა იყოს უკუღმა, რომ ეს აი ასე მივიდეს ერთმანეთთან, რადგან ნახე, აქ წაღმა ხო ჭარბობს? აი აქ. ეს უკუღმა 4 რიგი აქ ხო წაღმა? აქ უკვე შორს არის. შეიძლება ეს მოგეწონოს, ახლა არჩევანია, მაგრამ მე ვამბობ თუ აი ეს. ახლა ამ დაგვარი ბევრი შეგიძლია მოქსოვო. სხვადასხვა ფერით, მაგრამ თუ სხვადასხვა ფერით მოქსოვ, წაღმა რიგები გარეთა პირზე ვსაუბრობთ, უნდა იყოს ღია ფერი, უკუღმა რიგები ცოტა მუქი ფერი, თუ ფერებში გინდა და ნახე, აი ასეთი გამოვა. ახლა ეს ხო ასე ქუდია, ახლა ეს ჩვეულებრივი ქუდია. ბავშვებს ეხურათ
დააგდეს უკვე აღარ იხურავენ, ხო? ვიპოვე ახლა სპეციალურად აქ მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის. ვისაც ეს სქემა მოგეწონებათ, აი ნახე ახლა, ხო ახურია ახლა 100-ია, ხო? აი თუ შიგით ამ მხარეს უფრო წაღმარიგებს ღიას მოგსოვ, აი ასეთი გამოგება ფერებში. ერთი 15 წლის წინ მომაქსოვინა ჩემმა შვილმა ეს ასეთი მსგავსი ამ სქემით და გარმონიკა ქუთს ვეძახდით ხოლმე. ერთი სიტყვით, აი ეს ასე შეგიძლია მაგალითად სხვადასხვა ფერში მოგსოვო, რასაც მოგსოვ, თუნდაც ეს ჟაკეტი მოგსოვო, ჯემპერი მოგსოვო და გინდა რომ ფერებში იყოს და აი ასეთი იყოს, შეგიძლია ის წაღმარიგები გარეთ ამ მხრიდან ღია ფერი უნდა იყოს ოღონდ. რომ აი ასეთი გამოგივიდეს ახლა ეს თუ ღია იქნება და შიგით მუქი ახლა ეს რო გაიწევს ცოტა არ გამოვა ხო ცოტა სხვანა ახლა აი აქედან მოდი აი აქედან ნახოთ ეს უკუღმა შიგით ამხარია ახლა ეს ხო არის დაუშვათ ასე და ასეც შეგიძლია მაგრამ ეს ძალიან ლამაზი იქნება თუ შიგით ამხარე უფრო ღია და ნათელი ფერი იქნება აი ასეთი გამოგება აი შემდეგ შეგიძლია კიდე აი ასეთი ვარიანტი შეგიძლია როდის მოგსოვილები ახლა ესენი აღარც მახსოვს მაგრამ აი 1000-ნაირი შეაბრუნო შემოაბრუნო და რაღაცა გააკეთო ერთი სიტყვით ამ სქემაზე ვსაუბრობ ვინც დაინტერესდებით ახლა ჩვენ გავაკეთოთ რაც იყო აქ საინტერესო და რატოც ვსაუბრობ მე ამ რეგლანზე ახლა რეგლანი ისევე გვჭირდება ჩვენ აქ რაც არის აი აქ მეორე მხარეს ვნახოთ ახლა ეს თვალსაჩინო და ნახე რეგლანი რო დავიწყეთ და ვგსოვთ უმეტეს შემთხვევაში და ძირითად შემთხვევაში ან 2 თვალია დატოვებული ან 4 თვალია დატოვებული ან სქემაც იქსოვება აქ 1000-ნაირი არსებობს სხვადასხვა სახე ფორმა რეგლანი როგორ იქსოვება მატებებს შორის და მე აქ უმატებ ეს არ გაგუჯიოთ და აი ასე ხო უმატებ ახლა გარეთ მაგრამ ამ თვლებს ხოტოვებს სპეციალურად სილამაზისთვის აქ და აქედან გარეთ უმატებ შემდეგ იქით მხრისთვის აქეთ მხრისთვის ერთდროულად ვამახვილებ ყურადღებას ერთდროულად იქით და აქეთ ვუმატებთ 2 თვალს ერთი აქეთ ერთი აქეთ მთლიანობაში 2 თვალს ხო და შიგით ან სქემას გვსოვთ, ან თვლებს ვტოვებთ, რაღაცას ვაკეთებთ, ერთი სიტყვით. ახლა ამ შემთხვევაში არაფერს არ ვტოვებთ. არაფერს. აი, ერთ თვალს ვტოვებ მხოლოდ და ვუმატებ აქეთ და აქეთ, აქეთ და აქეთ, ერთდროულად. და ამ ერთ თვალს ვტოვებ და ისეთნაირად ვგსოვ, რომ ის ერთი თვალიც არ გამოჩნდება. მოგხსოვოთ ახლა აი ახლა რეგლანია და ნამატებია მაგრამ არც ეს ხაზები არ მისდევს ის შიგით დატოვებული თვლები და არაფერი აი ეს იყო საინტერესო და ეს მოგხსოვოთ ახლა მე ვთქვი რომ გარეთ ამ მხრიდან როცა იქსოვება ეს 4 რიგია უკუღმა 3 რიგია წაღმა ახლა 1 2 3 4 რიგი მოგსოვილია უკვე გარეთაპირიდან და მე შევცვლი ახლა შიგითაპირიდან ვარ ხო ესაა გარეთაპირი და მოვგსოვ უკუღმა რადგან უნდა შევატრიალოთ წაღმაზე უკუღმა უნდა მოვგსოვოთ უკუღმაზე წაღმა 4 რიგის მერე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ახლა ნახე მე მივალ იქ სადაც ვუმატებ და დავტოვებ სანიშნებს აი აქ მაქვს მატება წინა რიგიდან
მატება. ჩვენ რეგლანს როცა ვგსოვთ, ვიცით, რომ ერთ რიგზე ვუმატებთ, შემდეგ რიგზე მატება ამოყვავს, რომ ძალიან ბევრი ნამატი არ გამოგვივიდეს და იმაზე მეტი თვლები არ დაგვიგროვდეს, რაც გვჭირდება. და ნორმალური ჯემპრია თუ ჟაკეტი სტანდარტულს ვამბობ, რასაც გსოვთ, ეს არის მატება ერთ რიგზე ნამატის ამოყვანა. მე აქ ახლა სანიშნეებსაც დავტოვებ, სად უნდა ვუმატო, თქვენთვის გასაგები იყოს. აი როგორი ნამატი მაქვს ახლა. აქედან რო ამოყვავს, როცა ვუმატებთ რეგლანზე, ზოგჯერ არის, რომ აქედან ამოყვავს, ხო? ამ შემთხვევაში ეს ცოტა ცუდად ჩანს, ამიტომ ასეთი ნამატი გირჩევნიათ. აი ასეთი, ამას ვამბობ. ახლა მატება გვაქვს და მე უკუღმა ხო ვგსოვ ამ რიგს. ამ მატებასაც უკუღმა ამოვიყვან. ასე ხოა მატება, ნახე, მე აქედან ამოვიყვან. რო დავხურო შეძლების დაგვარად ეს მატება. აი ასე. ეს თვალია, რომლის აქეთ-იქით ვუმატებ. მე ხო ვთქვი, წეღან მხოლოდ ერთ თვალს დავტოვებ და ვუმატებ აქედან და იქიდან. აი ეს ვარიანტი ვთქვი, ხო, ერთი თვალი მოდის და ერთდროულად ორი მატება აქვს იქით აქეთ. მოდი ახლა ეს თვალი აი ასე მოვნიშნოთ. აი ეს თვალია, რომელიც აი აქედან მოდის. შენ რო დაიწყე თავიდან ააწყვე თვლები, გათვალე ზურგი, წინაგული მხრები და რეგლანი, ხო? 4 თვალი გაითვალისწინე რეგლანებზე, 4-ვე, ხო? აი 1, 2, 3, 4. გაითვალისწინე მხოლოდ 4 თვალი. 1, 2, 3, 4. და მონიშნე და იქით აქედან დაიწყე მატება. წაღმა-რიგები მოგიწევს, ხო, თვლი შენ ამას როგორ გსოვ, რამდენი უნდა დააყენო წაღმა და უკუღმა, ხო? წაღმა-რიგი მოგიწევს, წაღმა ამოიყვანე, უკუღმა-რიგი მოგიწევს, უკუღმა ამოიყვანე მატება. ახლა აქ მეორე სანიშნიც დავაყენოთ. აი ეს თვალი მოვგსოვე და კიდე სანიშნი დავტოვოთ, რომ თქვენთვის იყოს თვალსაჩინო ეს რომელი თვალია და ასე მონიშნავთ აქ, როცა თავიდან დაიწყებთ გსოვას და ამ თვალს დააყენოთ. ახლა ნახე, ეს მატებაც ასე შევაბრუნებ და ასე ამოვიყვან. უკაცრავად, უკუღმა მხრიდან ვგსოვ, შევაბრუნებ და უკუღმა გამოვიყვან. ეს რიგი უკვე უკუღმა იქსოვება. წეღანაც ვთქვი, უკუღმა რიგს გსოვ, მატებაც უკუღმა ამოიყვანე. როცა მოგსოვ, წაღმა რიგს გსოვ, წაღმა ამოიყვანე. რო არ გამოჩნდეს ის მატება სად არის და სხვანაირად არ გამოანათოს შემდეგ, ასე ვთქვათ. ახლა მე ვცვლი და უკუღმაზე ვგსოვ წაღმას. აი ესაა გარეთა პირი, ნახე, მეტი მაქვს უკუღმები და ერთით ნაკლები მაქვს წაღმა რიგი მოგსოვილი. აქედან ახლა წაღმებს ვგსოვეს მეორე რიგი. ვგსოვ ჩვეულებრივად. დაახლოებით ახლა ყველაფერი მოვაქციე მე ამ ვიდეოში, ვინც ახლა დაინტერესდება, რომ გაირკვეს მაინც რას ვაკეთებ. ვინც მხოლოდ ამ რეგლანისთვის ელოდებოდა ამ ვიდეოს, იცის დანარჩენი რა გააკეთოს. ნახე, მოვედი მე აქ, აი ეს თვალი მაქვს მონიშნული 1, რომლის იქით აქედაც ვუმატებ. ახლა ნახე, აი ასე ვუმატებ. გადმოვიტანე, ეს ის თვალია, რომელზეც რას ვგსოვთ ახლა, წაღმა, ხო? წაღმა ვგსოვთ, ახლა ნახე, ეს აი პირველი ნამატი ხო ასე გავაკეთე. ახლა ნახე, ასე გავაკეთე. რო გამიადვილდეს შემდეგ თვლების ამოყვანა იქიდან რომ მოვალ. ახლა ვუმატებ, ხო?
შეიძლება შენ მოგსოვო და მეტი უკუღმა თვლები დაატოვო, უფრო სქელი გამოჩნდეს, ასეთი გინდოდეს, ხო? მე ვამბობ, რომ რაც მეტ უკუღმას მოგსოვ, მეტად ამოიბურცება აი ეს ასე ხორჩება, უფრო მეტად ამოიბურცება და უფრო სქელი გამოჩნდება. შეგიძლია სხვადასხვა რაოდენობის დატოვო ის წაღმებიც და უკუღმებიც. მაგრამ წაღმა რიგები გარეთა მყარიდან, პირიდან უნდა იყოს ნაკლები და უკუღმა რიგები უნდა იყოს მეტი, რომ აი მიიღო ის რაც არის, აი ეს. რომ თითქოს დაიკარგა ის წაღმა ნაქსვები. ახლა ესაც თუ ბევრს მოგსოვ წაღმას აქ, ხო? მაშინ შორს წავა ესენი ერთმანეთისგან და აი ასეთი აღარ იქნება. ამის თქმა მინდოდა. ვახერხე. მოვედი. აბა რა მაქვს აქ გაკეთებული, ახლა ვნახოთ. აი ახლა მე აქვს მატება, არ ვუმატებ, მატებას ამოვიყვან. ნახე, ასე ხოა ახლა. აქედან არ ამოიყვანო, აქ დიდი ფანჯრები არ უნდა დაგრჩეს, არ უნდა გამოჩნდეს საერთოდ, რომ იქ მატება არის თუ რა არის. ეს სანიშინ დავტოვოთ ამ თვალისთვის, ეს არის ის ცენტრი თვალი, ხო? მოვგსო. ეს ამისია, აი. ახლა ნახე, კიდე მატება გვაქვს მეორე მხარეს. ახლა მატებას აი აქედან გამოვიყვან, ხო უკუღმა ვგსოვ ამ რიგს. მატებასაც უკუღმა მოვგსო. ხო, 1 2 3. ნახე ახლა, მე გარეთა პირიდან ვარ. სამ რიგს ვგსოვ წაღმა რიგებს, ვთქვი, ხო? და მოვგსოვე სამი რიგი. უნდა შევცვალო ახლა და აი ეს 4 რიგი უკუღმა უნდა მოვგსოვო და ვიწყებ მე უკუღმა რიგის გსოვას. რამდენ რიგსაც აირჩევ, წაღმას თუ უკუღმას, სადაც შეგხვდება, იქ უნდა შეატრიალო, როგორც მოუწევს ის მატება და სადაც მოუწევს, ისე უმატებ. წაღმაზე გსოვ, წაღმაზე უმატებ, უკუღმაზე გსოვ, უკუღმაზე უმატებ და შესაბამისად ისე ამოიყვან თვლებსაც. შენ ითვლი აქ რიგებს. რამდენი რიგი მოგსოვე წაღმა, არჩეული რაც გაქვს, იმდენ რიგს მოგსოვ ყოველთვის. ოხ, ამა დაქნა. ახლა ნახე, ჩვენ რა გვაქვს აქ. არ გვაქვს მატება და ახლა ვუმატებ. გადმოვალ, ამ თვალს მოვგსო, ახლა უკუღმა იქსოვება. ეს თვალი სულ წაღმა არ გსოვო, ან სულ უკუღმა. ეს თვალი აქ რო გაქვს ერთი ცალი, ესაც იმის მიხედვით იქსოვება, წაღმა რიგს გსოვ თუ უკუღმა რიგს. წაღმა რიგს გსოვ, წაღმა მოგსოვ, უკუღმა რიგს გსოვ, უკუღმა მოგსოვ. იმიტომ იკარგება აქ რეგლანის დროს ეს. მოგსოვ ეს, ხო? ახლაც კიდე ერთი თვალი უნდა ვუმატო. ერთი აქეთ, ახლა ასე ვუმატებ. გავაგრძელებ უკუღმა გსოვას. ამ თვალსაც, ამ რეგლანის ერთ თვალს შესაბამისად გსოვ
წაღმარიგებს გსოვ თუ უკუღმარიგებს და ნამატიც ამოყავს ისე წაღმარიგზე გსოვ და მოგიწია ნამატის ამოყვანა წაღმა ამოიყვანი უკუღმარიგს გსოვ და მოგიწია ნამატის ამოყვანა უკუღმა ამოიყვანი ახლა აქედან წაღმა გვიწევს გსოვა. იმიტომ შევცვალეთ წინა რიგიდან. ახლა ნახე წაღმა რიგიდან გსოვ და ნამატიც აქედან ჩვეულებრივ წაღმა ამოვიყვან, ოღონდ აი აქედან რო დავხურო. აი ასე ამოვიყვან. ეს ის თვალია, რომელიც მონიშნული გვაქვს თავიდან და მოდის რეგლანზე. წაღმა ვგსოვ რიგს და ამ თვალსაც წაღმა ამოვიყვან. შემდეგი მატება წაღმა ვგსოვ რიგს და ამასაც წაღმა ამოვიყვან, ოღონდ აი ასე შემოვატრიალებ. რო დაიხუროს. არც მატება უნდა ჩანდეს. აი ასე რო უმატებ, პირდაპირ არ ამოიყვანო. და არც ის თვალი არ უნდა ჩანდეს, რასაც იმ მატებებს შორის გსოვ. წაღმა გსოვ, წაღმა გსოვე, უკუღმა გსოვ, უკუღმა გსოვე. და რეგლანს კიდევ ვიმეორებ, ერთ რიგზე ვუმატებთ, როცა რეგლანს გსოვთ, შემდეგ რიგზე მატებას ვგსოვთ, მატება ამოყვავს, არ ვუმატებთ. შემდეგ რიგზე ვუმატებთ, შემდეგ რიგზე მატება ამოყვავს. ახლა თქვი, რომ უკუღმა რიგები 4 რიგს ვგსოვ, ხო? 1, 2, 3, 4. 1, 2 მესამე რიგს ვგსოვ ახლა. სპეციალურად მოვგსოვე ყვითელი ძაფით, რომ მისახვედრი იყოს, ვისაც აინტერესებდა. თვითონ ის ჟაკეტი ყვითელი იყო და კიდევ ვიმეორებ, აქ არ შეგვიძლია უფლება არ გვაქვს სხვისი ფოტოების და ვიდეოების დადების, ეგრევე დაბლოკავენ ყველაფერს. სხვისი ნამუშევრები არ შეიძლება რომ გამოიყენო. აი ნახე ახლა აქ რა გვაქვს? მე მატება ამოყვანილი მაქვს, ახლა არც ერთი არ მაქვს, ამიტომ ვუმატებ ახლა ამ რიგზე, მხოლოდ ვუმატებ. ეს უკუღმა რიგებს გსოვ და ის თვალი მონიშნულიც უკუღმა იგსოვება. აქეთ მხარეს რომ მოვხვდები უკუღმა, იქით წაღმა, როგორც სადაც როგორ მოგიწევს რიგს რო გსოვ, ისე მოგსოვე ეს თვალიც ატრიალი წაღმა და უკუღმა. კიდევ ვუმატებ ახლა ამ თვალის შემდეგ, ოღონდ აქედან აი ასე. შემდეგ გამიადვილდეს მე ამ თვალის ისი ამოყვანა, იმ თვალის ისი ამოყვანა. ერთი, 2, 3 და 1 რიგს მოვგსოვ კიდე ამისთვის. აქედან წაღმა. აი ასე და გამომივა გარეთა პირიდან 4 რიგი უკუღმა. რამდენიც მჭირდება.
შენ შეიძლება 5 რიგი მოგხსოვო და სულ 5 რიგი მოგხსოვო გარეთ აპირიდან უკუღმა 6, 7, რა ვიცი, როგორ მოგწონს. მაგრამ იცოდე, რაც მე აქედან წეღანაც ვთქვი უკვე რამდენჯერმე, მეტრი უკუღმას მოგხსოვ მეტად გაიბერება. მოვედი, ახლა ნამატი მაქვს. ახლა კი არ ვუმატებ, ამ ნამატს ამოვიყვან. წაღმა ვხსოვ, წაღმა მოვხსოვ ამ ნამატსაც. ეს მონიშნული თვალი წაღმა რიგს ვხსოვ და წაღმა მოვხსოვ ამ თვალსაც. გადმოვედი, აქ მეორე მატება მაქვს. რახან წაღმა რიგს ვხსოვ ამ თვალსაც, წაღმა მოვიყვანო და აი ასე შევატრიალებ, რომ არ გამოჩნდეს. გავაგრძელებ ხსოვას. თუ უკუღმა რიგს ვხსოვ, იმ ნამატსაც უკუღმა ამოიყვან. ოღონდ აუცილებლად ისევ შებრუნებით, რომ ღიად არ ამოიყვანო პირდაპირ. მე ზუსტად 4 რიგი მოვხსოვე გარეთ აპირიდან უკუღმა რომ მჭირდებოდა. ახლა შევცვლი. ახლა ვხსოვ წაღმა რიგს დავიწყებ. აი მოვხსოვ აი ამ 3 რიგს. მოვედი და ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. ჩვენ გვხსოვთ წაღმა. ნახე ახლა მატება მოგვეყვანია, ახლა არ გვაქვს მატება, ამიტომ ვუმატოთ ხელ ახლა კიდევ. ახლა უკუღმა რიგი იყო, აი ეს და ჩვენ უკვე გვხსოვთ წაღმა, ხო? შევცვალეთ და წაღმა გვხსოვთ. ნახე, ეს მონიშნული თვალი მატებებს შორის აქ ხო უკუღმა ნაგვხსოვი, რახან წაღმა რიგს გვხსოვ, ამასაც მოვხსოვ წაღმა. გადმოვედი, მეორე უნდა ვუმატო. გავაგრძელებ წაღმა გვხსოვას. აუცილებლად გჭირდება 2 თვალის მატება, ერთი ამ ხრების, მხრის, მეორეა წინაგულის, ან ერთი ამ მხრის, მეორეა ზურგის, ხო? ერთდროულად უმატებ 2 თვალს. აქედან ახლა ვხსოვთ უკუღმა. ასე მოუწია, მეორე რიგს ვხსოვ უკუღმა, ხო? იქით მხარეს გვჭირდება წაღმა. ასეთი რაღაცები რო შეგხვდება, ნახე, ეს ხოა შიგითა პირი. ეს არის გარეთა პირი. დააკვირდი ხოლმე საიდან გაქვს შიგითა პირი და აი ახლა თვალი რო ამოყავს, ეცადე დატოვო შიგით მხარეს. ან მეტად მოჭიმძაფი, ან ნაკლებად და ეს ეცადე აქეთ დაგრჩეს. რო ამოყავს თვალი ქსოვის დროს. ასე დაიმალება ასეთი რაღაცები ყოველთვის არის ახლა ესენი, ხო? ახლა მაქვს მატება აქ, ნახე, მოვედი და მე ვხსოვ უკუღმა.
და მატებასაც უკუღმა ამოვიყვან, აი აქედან რომ შევატრიალო თან. აი ასე. გადმოვედი, ამ თვალსაც უკუღმა მოვქსოვ, იმიტომ რომ უკუღმა რიგს ვქსოვ. აი ასე. შემდეგ მაქვს მეორე მატება აქ. ამ თვალსაც უკუღმა მოვიყვან მატებას, შემოbrunებით და აი აქედან, ნახე. გავაგრძელებ ქსოვას. აი ეს ნაპირები კიდე თუ ასე მოგსოვ, აი ასეთი გამოგივა. არ მოიგრიხება აქეთ იქით, გამოვა მთლიანი. მე მგონი გასაგებია, ხო? შენი მიზანი ხომ არის, რომ ეს დაიკარგოს აქ და არ გამოჩნდეს და იყოს მხოლოდ რეგლანი გინდა, მაგრამ უჩინარი, რა ვიცი, როგორ ვთქვათ. აი მოგსოვ აი ასე როგორც ვქსოვდი. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.